სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსმა ეტლების საწარმო დაათვალიერა. საწარმოში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამით შეზღუდული შესაძლებლობის პირები არიან დასაქმებულები. გაიოს თალაკვაძე შეზღუდული შესაძლებლობის პირების პრობლემებს გაეცნო და მათ დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პროგრამა თავდაპირველად დაგეგმილი იყო 350 მექანიკურ ეტლზე და 50 ელექტროეტლზე. 28 ნოემბერს მთავრობის დადგენილებით შევიდა ცვლილებები ამ პროგრამაში და დამატებითი 150 მექანიკური და 60 ელექტროეტლი დაემატა ამ პროგრამას. მე 13 წელზე მეტია მუშაობ, ფუნქციონირებ. წელს გადავიდა ძალიან აქტიურ ფაზაში, იმიტომ რომ სახელმწიფოს მხრიდან გაიზარდა შეკვეთები. განსაკუთრებით სტაბილურობა არის, იმიტომ რომ ელექტროეტლების შეკვეთა, რომელსაც აქ ხედავთ, ელექტროეტლების შეკვეთა მოგვცა სახელმწიფომ, რაც მნიშვნელოვანია ამ საწარმოო მდგრადობისათვის, სადაც თვითონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან დასაქმებული.